როგორც მოგეხსენებათ, ჩემი ამერიკაში ვიზიტის დროს ამასწინათ გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, სადაც დავსვით საკითხი, რომ სააკაშვილის რეჟიმი შეუძლებელია შეიცვალოს გაეროს კონტროლის გარეშე ჩატარებული არჩევნებით და ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი სერიოზულად განეხილათ ამ სოფლიო უნივერსალური ორგანიზაციის კედლებში. ეს მეორე ეტაპი იყო ძირითად პოლიტიკურ სპექტრთან, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრა, რადგანაც ამ საკითხის ინიციირებას გაეროში სჭირდება საერთო ოპოზიციური თანხმობა, გადაეცათ პროექტი მიმართვისა, რომელიც გახდება საერთო საავტორო დოკუმენტი და არავის არ ექნება იმის პრეტენზია, რომ არა მე გამოიგონა ეს მოდელი და არა მე გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარება, ეს არის საერთაშორისო სამართალში აპრობირებული პრაქტიკა. არც ეს არ არის საფუძველს მოკლებული, იმიტომ რომ ჩვენ მივესალმებით ზოგადად ოპოზიციის შიგნით დიალოგის განახლებისა და წარმატვის მცდელობას. მიგვაჩნია ქრისტიან დემოკრატებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ორგანიზაციებს გაცილებით მეტი გვაქვს საერთო ის, რაც შეიძლება გვაერთიანებდეს, ვიდრე ის, რამაც შეიძლება ერთმანეთთან დაგვაპირისპიროს. არის საერთო ამოცანა, რომ ქვეყანაში პროცესები დემოკრატიულ ფარგლებში განვითარდეს და ამ მხრივ ნებისმიერ მცდელობა საერთო ოპოზიციურს თუ ცალკე ინიციატივას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლობისა თუ პასუხისმგებლობის გაზრდის საარჩევნო პროცესში ჩვენ მივესალმებით. იქნება ალბათ საზოგადოების ჩართულობა და საერთოდ ლაპარაკია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო დიდ როლზე საარჩევნო პროცესში. შეიძლება იყოს კომბინირებულ საარჩევნო ადმინისტრაციაზეც, სადაც იქნებიან სხვა ორგანიზაციებიც, როგორც არის ევროკავშირი და ეუთო. თუმცა შესაძლოა გაეროს ეგიდით იყოს. ამაზე შეიძლება ფიქრი და მუშაობა. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა, ვინაიდან უსინდისო არჩევნები ქვეყანაში გახდა სერიოზული პრობლემა, მუდმივი პრობლემა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა უნდა იყოს არა დამკვირვებლის სტატუსით, არამედ როგორც მონაწილეთა სტატუსით. ეს არის ძირითადი არსი, რაზედაც დღეს შეთანხმდა პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილი და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას შეიძლება კარგი პერსპექტივა ჰქონდეს. ჩვენ ვაყენებთ საკითხს შემდეგნაირად, არა მხოლოდ დასწრება და მონიტორინგი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ მათი მონაწილეობით არჩევნების ჩატარება. ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისია კი არ იყოს მთავარი რგოლი, რომელიც არჩევნებს ატარებს და პასუხისმგებლობის ტვირთს იღებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ეუთო ან გაერო ან ორივე ერთად იქნება მონაწილე არჩევნების და არა მხოლოდ დამკვირვებელი. ეს იქნება ეფექტური, რომ თავიდან ავიცილოთ ის ტოტალური გაყალბება, რომელიც პროფესიულ დონეზე აქვს ხელისუფლებას აყვანილი. ჩვენ შევთანხმდით ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომ გაეროს გარდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც იყოს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, ეუთო, ევროსაბჭო და ასე შემდეგ. რესურსი ამისი ქართულ ოპოზიციას აქვს.